მართველი გუნდისთვის არასერიოზულია კაია კალასის მორიგი მუქარა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ისევ სანქციებზე საუბრობს. როგორც შეიცვალა ცენტრი Deep State-მა გავლენები ევრობიუროკრატიაში სოფო ბერძია თემით პირდაპირ ეთერში. საქართველოზე დასმული კითხვის პასუხად დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია დაკავებებით და მისივე განცხადებით ბრიუსელი ზეწოლას ახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც მისი მტკიცებით მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას ჩადიან. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში დაკავებებით. ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას მათზე, ვინც ძალადობას ახორციელებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. კაია კალასის ეს განცხადება და ზოგადად ბრიუსელის მიდგომა ქართულ ოცნებას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის პირობებში Deep State-მა უშუალოდ ევროკავშირის მაღალ ჩინოსნებამდე მიაღწია და ახლა გლობალური ომის პარტია კონკრეტული ქვეყნების მთავრობების პარალელურად ევრობიუროკრატების ხელითაც მოქმედებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირში და ბრიუსელში არიან წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან ვიწროდ უყურებენ დღევანდელ მსოფლიოს განვითარებებს, ძალიან სუბიექტურად აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ნეგატიურ როლსაც თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში და მიმართულია მათი განცხადებები ძალიან ხშირად სწორედ იმ სტაბილურობის შესართავად, რომელიც ასე ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ასეთ არასამართლიან განცხადებებს ძალიან ხშირად ვისმენთ, ეს არ ახალია ჩვენთვის. ძირითადად მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს. განცხადებებსაც შეეხება კიდევ ერთხელ ძალიან არასერიოზულია. რაც იკვეთება ერთი რაც ნამდვილად შეიძლება თქვას, ეს არის ცალკეული კონკრეტული პირების მხრიდან პირადად გამორჩეული ინტერესი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით და ინტერესი, რომ ის შექმნან დღის წესრიგი, ალტერნატიული დღის წესრიგი და ხელი მიაშველონ, ასე ვთქვათ, რადიკალურ ოპოზიციას მათი ნაბიჯების კიდევ უფრო გარადიკალებაში. კაია კალასი თუ ადგება და თვალებში ნაცარს არ შეიყრის და დაამთავრებს ასეთ ქმედებებს, გაინახავდა, რომ ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად დეკემბერში და არა მხოლოდ დეკემბერში, ძალადობრივ აქციებს აორგანიზებდნენ ადამიანები და შემდეგ ამ ყველაფერს ცდილობდნენ როგორც თავისუფალი სიკვდილსა და გამოხატვის თავისუფლებას რომ გაესახებინათ. ჩვენი გუნდის ლიდერები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებით ევროპიდან საქართველოში და საქმეებში და საქართველოს ზეწოლები გაძლიერდებოდა. ესეც ერთ-ერთი მათგანი არის. ყველაფერი ძალიან კარგად იცის, როგორც ცდილობენ გარედან ჩვენს ქვეყანაში რომ ჩაერიონ და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში შეძლონ და იმ Deep State-ის თუ გლობალური ომის პარტიის დამქაშები და დაკუზე მოცეკვავე ადამიანები მოიყვანონ ხელისუფლებაში. რაც შეეხება კაია კალას, ოდესაც რამე გაცხადებას გააკეთებდა, ზოგადად ვეტყოდი, რომ მიხედოს იმ ბექგრაუნდს, თუნდაც მისი ოჯახის, რომლითაც ნამდვილად ვერ უნდა დაიკვეხნოს და ნამდვილად არ არის სატრაბახო, განსაკუთრებით იმ პოზიციიდან რა პოზიციას დღეს იკავებს და ასევე იმ პოზიციიდან რა პოზიციას იკავებდა. ქართულმა ოცნებამ დაანონსა კიდეც, რომ ვიდრე დონალდ ტრამპი დესტაბილიზაციის ქსელს საბოლოოდ გაანადგურებს, საქართველოს მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები გაგრძელდება. ამიტომაც ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ბრძოლაში მთავარი ინდიკატორი სწორედ საქართველოა. მადლობა სოფო ბერიძე იყო.